სიტყვაზე და ჩვენი პირველი სტუმარი არის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. ბატონ შალვა, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. გამარჯვებას გისურვებთ. ახლა მოვდივართ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალიდან. მძიმე დღეა ყველა ქართველისათვის და მე ვიტყოდი კაცობრიობისთვისაც, რადგან 92 წლის 2 ოქტომბერს ზუსტად აფსუებმა, რუსებმა და ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკებმა შეყარეს გაგრელი ქართველები ქალაქის სტადიონზე, დახვრიტეს, დააჭრეს თავები და ითამაშეს ფეხბურთი. მას შემდეგ ქართველთა გენოციდი უწყვეტლივ გრძელდება აფხაზეთშიც, ცხინვალის რეგიონშიც და აი სწორედ აი ამ დღეებში მოხდა ისე, რომ ქართველმა ვაჟკაცმა, გმირმა მე ვიტყოდი, ირაკლი ბებიამ 2 დღის უკან გალის ცენტრში საჯარო დაწვა ქართველთა სისხლში ამოვლებული აფსუათა დროშა და ის ამჟამად აფსუების ციხეში იმყოფება რუსი ოკუპანტების ავტომატური ზედამხედველობით და მე მოუწოდებ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს იმ გმირს მართლაც არაფერი არ დაუშავდეს, ერთით მარ ჩამოვარდეს, თორემ პირადად პუტინ ნაცვალი ბიძინა აგებს პასუხს ამ ყველაფერზე. ეხლა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არაფერი დასამალი არ არის პუტინს და ბიძინა ივანიშვილს თანამგზავრული სატელიტის მეშვეობით მუდმივი კავშირი აქვს ნებისმიერ თემაზე ცვლიან ინფორმაციას, სპეციალური სალაპარაკო ლუქს ოთახები აქვს აქაც და იქ ზღვაზე რო აქვს კიდევ შეკვეთილში, დაურეკოს თავის უფროსსა, როგორც კახეთში იტყვიან და უთხრას იმ ბიჭის უსაფრთხოდ ჩამოყვანის აუცილებლობაზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება იმას რომ რამე დაემართოს, არჩევნებამდე ეს რეჟიმი ვერ მივიდეს. არადა იქ ძალიან ესეთი სიტუაცია იმუქრებიან პირდაპირ ანგარიშსწორებით, აფსუები ამ პიროვნების მიმართ, შეიძლება სცენარი ერთ-ერთი იყოს ასეთიც, რომ ვითომ აღშფოთებული აფსუები შევარდნენ იმ დაკავების იზოლატორში და ამ დროს შემოაკვდათ ისევ რაც გაუკეთეს სტატუნაშვილს, ოთხოზორიას, ბაშალუს და სხვებს. ამიტომ მე წინასწარ ვაფრთხილებ პერსონალურად ივანიშვილს. პირადად მე მოვაწერ შენ განაჩენზე ხელს ამ ეროვნულ გმირს რამე რომ დაემართოს. დიახ, ასე უნდა დაიწვას ქართველთა სისხლში ამოვლებული ყველა დროშა და ყველა სიმბოლო. ეხლა რაც შეეხება ამ მიცვალებული პოლიტიკური მიცვალებულის გამოსვლას. კითხვას არ დავასწრებინებთ. ხო, ძალიან. პირველ რიგში მინდა კითხოთ, სრულად უსმინეთ თუ არა მის გამოსვლას. არა, სრულად შემომტერმა უსმინან მაგას ეპიზოდურად და მე წავიკითხე, რა თქმა უნდა, სრულად თუნდაც არ მოусმენია და რაც წაიკითხა იმ სუფლიორიდან, ისიც ვერ გაანალიზა ბოლომდე. თუმცა ეს იყო, რა თქმა უნდა, პროფესიონალი კრიმინალის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე, სადაც ეს კრიმინალი რაც ხადებს, რომ მე კი არ წაგართვე, კაცო, შენ მოგეჩვენა. მე მოვედი და მოგეცი ის რომ მედავები რომ ავტომანქანა წაგართვი და ის სამკაული სახში წავიღე. მე პირიქით ჩამოვკიდე ის ახალი სამკაული და შენსაც დაემატა ქონდა 2, გაქვს 3. ისა კი არ მოვყალი მე ის კაცი რა მოვყალი რაც ლაბარაკობს სასწრაფოდ ის ჩაუტარე სარეანიმაციო ღონისძიებები იქვე დადგმული რო იყო გულსასამუშავებელი აპარატურა დეფიბრილატორი შევაერთე გავაცოცხლე და ჯანდაცვა ამ დონეზე ავიყვანე ახალგაზრდობა სამუშაო უშოვე უმაღლესი განათლება უფასო გავუხადე ის რა ქვია გარანტიები მივეცი ოჯახის შექმნის სოციალური თანასწორობის პენსიონერებს პენსია გაუზარდე ბედნიერად ცხოვრობენ ტანსაცმელს ყიდულობენ, დაბადების დღეებზე შვილიშვილებს საჩუქრებს ჩუქნიან, 1-2 კვირა დასვენებაც კი შეუძლიათ ჯერ ადგილობრივ კურორტებზე, მერე საზოგადოებრივ გაუშვებ. სამუშაო ადგილები ყველას აქვს. 400 ღატაკი ჩვენ ვაქციეთ საშუალო შეძლების ადამიანად. არიან გამაძღრები და კარგად. აი ამას გვიყვებოდა. აი ეხლა მე მაპატიოს მთელმა კრიმინალურმა სამყარომ. არც ერთი კრიმინალი ასეთ ურცხვ თავის გასამართლებელ სიტყვას არ წარმოთქვავს. ხო და იქ მჯდარი ის ერთუჯრედიანი მონები გავდნენ ქელეხის მონაწილეებს, რომლებსაც ერთი სული აქვს დალიონ წასული სადღეგრძელო, წასული ლიდერის სადღეგრძელო. იმიტომ რომ მათთვისაც ეს პრობლემა გახდა უკვე. ეს ეროვნული სიძულვილის სიმბოლო გახდა, აი ეს არც მინდა ეხლა ადამიანი უწოდა ეს პერსონა, რომელიც თავის დროზე იყო რაღაცა მითოლოგიური გმირი და თვითონ ესე იგი მთლიანად ჩამოეხსნა ეს საბურავი, ეს ნიღაბი ქვეყნის თვალშიც და თავისი გუნდელების თვალშიც. მათაც ეშინიათ გახსოვთ, როგორ მიატოვეს შევარდნაძე თავისმა გუნდელებმა და რიგი რო იდგა, ვინ გადავიდოდა სააკაშვილის გამარჯვებულ ბანაკში. დაახლოებით აი ეგ პროცესები დაიწყება რამდენიმე კვირაში. აი ჩემი თუ რა გჯერათ, ნახავთ თქვენ აქ მოსულ მაგის გუნდელებს დიდი აღსარებით, ნიანგის სტრემლებით და გამოსწორების დაპირებით. ვიმედოვნებ, რომ ქართული ოცნების წევრები არჩევნებამდე ცხოვლენ და 1-2 კითხვას მაინც გასცემეთ. აი არჩევნებამდე რამდენად გამოუშვეს უფროსი ვერ გეტყვით, მაგრამ რომც მოვიდნენ რა. ნუ
ფორმალობისთვის მაინც ვიმედოვნებ რომ მოვლენ რის თაობაზე უნდა გამოთქვან აზრი ან ორი წიგნი წაუკითხიათ ან იციან ხადაგიგო რას ნიშნავს ან უცხო სკოლა გავულიათ ან ქვეყანაზე უფიქრიათ იყო 51 მილიონერი პარლამენტში ახლა უნდა შეიყვანონ 82 მილიონერი აბა ეხლა რა უნდა იფიქრო იმას ხახუბიას რო ისევ ჩაწერი იმას რა ქვია სიაში და მაჟორიტარად წარადგენ რომელმაც მთელი ფოთი მოწამლა იმ თევზის აკუთებული სუნით იმიტომ რომ მილიონერი გამختارიყო და გამწმენდი აპარატურაზეც კი არ გაიმეტა პატარა თანხები იმასთან შედარებით რაც აქვს აბა რა უნდა ელაპარაკო როდესაც ოდიშარიას ჩაწერე თაწმინდის მაჟორიტარად იმ ოდიშარიას რომელმაც მთელი ირანი აქ ჩამოგვისახლა აგერ და აღარ მინდა ეხლა სტატისტიკა დაგისახელოთ 34000 უძრავი ქონებაა შეძენილი ძირითადად ოდიშარიას და მწულაიას ბინებში ეხლა კარგი დავანებო თავი აღარ მინდა ეხლა იმ მაკრახიძე წავიდა აღარ იყრის კენს მაგრამ კიდე ყავთ უამრავი მაფიოზა ისკო დასენი ხალხო კაზინოების მაფია მთავარი ისკო დასენი რომელმაც ჩვენი ახალგაზრდობა თვითმკვლელობამდე მიიყვანა უამრავი ფული წააგებინა ვალებში ჩააგდო სახლები გააყიდია საზღვარგარეთ გააქცია ისკო დასენია მთელი ამ კაზინოების უფროსი ამ ბიტკოინების და რა თქმა უნდა შუამავალი მილიარდების მიტანაში ივანიშვილთან ისიც სიაში ყავთ ახლა ამის შემდეგ რაზე შეიძლება რა ღირებულობაზე შეიძლება ლაპარაკი რა მოწონება დაწუნებაზე რა გამოსვლის შეფასებაზე და აი გნოსეოლოგიური ფესვების ძიებაზე რაღაცა პოზიტივი დავიჭიროთ დამთავრებულია ყველაფერი დამთავრებული 31 ოქტომბერს უნდა ჩავიბოროთ ქვეყანა ყაჩაღებს გამოგლეჭთ და ხალხს ჩაუბარებთ, ხალხს დაუბრუნებთ. აი, როცა თქვენ აი, ეს არის ძალიან მოკლე შეფასება. ახლა ეს დიდი ის იქნება პატივი ივანიშვილისთვის, რომ ახლა მისი გამოსვლის ანალიზი დავიწყოთ. ეს იყო სიცრუის ბოროტების მაინც მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა მაყურებელმა და თქვენმა ამორჩეველმა იცოდეს ასე ვთქვათ დეკონსტრუქცია გავაკეთოთ რა ითქვა ივანიშვილის სიტყვაში. აუცილებლად კითხავთ იმაზე თქვენ ახსენეთ 31 ოქტომბერი და რომ ყველაფერი დასრულებულია და ამაზე მოგვიანებით აუცილებლად კითხავთ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ გადაცემა დაგვიწყოთ თქვენით იმ მიზეზითაც რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის რომლებიც იმ თავითვე ოპოზიციაში იყო, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის და არ გულისხმობ იმ ადამიანებს. როდიდან ვიყავ იცით ოპოზიციაში თქვენ დავადებულიც არ იყავით მაშინ. რო დაიწყო სოლოლაკში სასახლის მშენებლობა 98-19 წლებიდან. მე დაბადებული ვიყავი. ანუ არ გეტყობა. აი იმ დროიდან ვამბობ მე რომ ეს კაცი საქართველოს დაღუპავს. როგორც კი დაარტყა ნიჩაფი იქ სადაც ყველა ქართველისთვის წმინდა ფუძია. იქ სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბაგრატიონებს არ მოსვლია თავში აზრად სასახლის მშენებლობა. ეს ნარიყალა იყო ძველი ციხე-ქალაქი, საიდანაც ჩამოდიოდა სავაჭრო ქარავნები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში, არა მარტო თბილისის დაარსების ჟამს და ეს არის არქეოლოგიური კულტურის ძეგლი, საფიცარი ჩვენი და იქ ჩაარჭო ეს ნიშაფი, იქ მოახდინა აფეთქებები, იქ იყო კომკავშირული ალეია ერქვა ახალგაზრდების შეკრების ადგილი, იქ გაიცნობდნენ ერთმანეთს, ნიშნებოდა პაემნები, ყველა თბილისებმა გაერეგე ეტაპი, ეს იყო საოცარი ადგილი. გადაკეტა, გზა გადაიტანა, მთა მოთხარა და ეს ყველაფერი დამთავრდა რით საყდრისი აგვიფეთქა და სახელმწიფოც აგვიფეთქა. აი, მაშინ ვეთყობოდა ამის ნიჩაფს, რა საქმეს გააკეთებდა ქვეყნისთვის. კი ბატონო და მე მინდა რომ ივანიშვილის სიტყვას დავუბრუნდეთ. გენერალ ლებეც 9 აპრილს ვინც დაგვარბია, ვინც დახოცა ჩვენი ანგელოზი ახალგაზრდები, სისხლში გვაბანავა. აი იმ გენერალ ლებეც 3 წლის შემდეგ რომ ფინანსისტად დაუდგება, რუსეთის პრეზიდენტად აყრევინებს კენჭს, მის საარჩევნო შტაბს გახსნის თავის როსკრედიტ ბანკის შენობაში. რა იმაზე შეიძლება საუბარი იმ გენერალ ლებეც რომელმაც ახლა აფხაზეთზე საუბრობდით ტამისში ჩაგვიხოცა ახალგაზრდები 60 ბიჭი მარტო მათ შორის ჩემ ბევრი კლასელი დუშეთიდან მცხეთიდან კასპიიდან ჩამოასვენეთ იმ ზაფხულს მთელი ზაფხული დაგრძელვაში ვიყავით იმ ბიჭების იმ ლებეც აფინანსებდა ჩვენი მკვლელების დამფინანსებელია ჩვენი მთავარი ოკუპანტის მეგობარია პუტინის გარემოსვლის წევრია იმ პუტინის რომელიც სათავეში ჩაუდგა ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს დაქცევას 21 საუკუნის დასაწყისში და მე-20 საუკუნის ბოლოს და იმ პუტინის რომელმაც არა მარტო დაგვიპყრო ჯარი შემოგვიყვანა და მოუკიდებლობა აღიარა ჩვენი ორი რეგიონის არამედ იმ პუტინის რომელიც გვიცხადებს რომ საქართველო არ არსებობდაო იყო თბილისის და ქუთაისის გუბერნიები რა სახელმწიფო გინდათო აი იმის წარმომადგენელია საქართველოს პოლიტიკური ლიდერი ვაი ლიდერი და რა თქმა უნდა ეს ბნელი ღამე უნდა დავამთავროთ ძალიან მალე რამდენიმე დღეში. კი ბატონო, რომ დაუბრუნდეთ ივანიშვილის გამოსვლას სიტყვას და 8 წლიან მმართველობას, რომელსაც ქართული ივანიშვილის გუში რა ელაპარაკო ვერ გეტყვის. არც ერთი კითხვა არ დამასრულებინეთ. აბერცინე. კი ბატონო. კი ბატონო.
თქვი დასრულეთ და მე მეკითხე. რა უნდა თქვა მოძრაობის? 8 წლიანი მმართველობა რომ შევაფასოთ. თქვენ ჩამოთვალეთ შეუფასებელია. შეუფასებელი 8 წლიანი მმართველობა. კი ბატონო. გენოციდის ერთი რამე სფერო თუ გახსენდებათ, სადაც წინ გადადგმული არის ნაბიჯი, აი რამე ძალიან პატარა მაინც ან კონკრეტული თქვენ რაც შეგიძლიათ რომ დაასახელოთ. ქვეყნისთვის და ხალხისთვის არაფერი, მაგრამ ის გარემოცვა, რომელსაც ჰქონდა 100 მილიონი, ეხლა აქვს 500 მილიონი, მილიარდი ჩვენს ხარჯზე ნაშოვნი. ბიზნეს ივანიშვილს 20 მილიარდამდე აქვს ნაშოვნი, 20 მილიარდ დოლარამდე და გადაკაჩული, გათეთრებული ბიტკოინების მეშვეობით, კაზინოების მეშვეობით, სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესის მეშვეობით. ქვეყანაში ჩაგვდა ოდნავ ნორმალური ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური ცხოვრება, ფსიქოლოგიური ცხოვრება ჩაგვდა და ფაქტურად შემოგჩვა ხელში იმედდაკარგული, დეპრესირებული ადამიანები, რომლებიც ელოდებიან თვის ბოლოს გადასახადების გადახდას, საბანკო პროცენტების გამო ტყავის აგლეჯას, სახლის სართმევას და უცხოეთიდან მოუნებათ წასული ჩვენი თვისტომისგან, აი სისხლით მოპოვებული ფულისგან. მორიცხავს რომ არიან ფულით ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ იყიდონ ჯიპები და ჩამოიტანონ ავსტრალიური ძროხის ტყავისგან შეკერილი უძურფასეს სავარძლები, რომელიც არ ნაკლები ღირს ჯიპზე. აი ეს არის მთელი შეფასება. სად არის ეს სავარძლები? აი მთელი სამთავრობო კაბინეტების სავსეა. ახალი მინისტრი მიდის პირველ რიგში იწერს იმ სავარძლებს ავსტრალიური ძროხის ტყავი და იწერს ჯიპებს Land Cruiser-ს, Toyota-ს და Lexus-ს. ახლა ნაკლები ხო არ ეკადრებათ. კი ბატონო, აი თქვენ როცა რა თქმა უნდა ჩვენი ფულით, რა თქმა უნდა ჩვენი ფულით, ახლა მეც გიბა 2005 წელს გამოშვებული Lexus-ი 7000 გვაძლევდნენ და არ მივეცით. ნუ 15 წლისაა და ბუჯეტის ხარჯზე არ მიყიდიან. კი ბატონო, აი თქვენ როცა საუბრობთ, რომ საკუთარი კეთილდღეობის ასე ვთქვათ, გაუმჯობესეს და ადამიანების ყოფა გაუარეს და ჩემი აზრით ოპოზიციამ იმთავითო შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთგვარი შეცდომა, როდესაც მათ ქართულ ოცნებას უწოდეს უუნაროები და როცა თქვენ ახლა ამაზე საუბრობთ. ოპოზიციამ თავარი შეცდომა იცი როდეს დაუშვა? არა. პირველ რიგში დღევანდელმა ოპოზიციამ და გუშინდელმა მართლმა ძალამ ნაციონალურმა მოძრაობამ, როცა ის სიახლოს მოუშვა ოლიგარქი სახელმწიფო ბერკეტებთან, რომ თავი დაამხობია და ქვეყანა დაუტოვა. ეს უნდა ყველა მიცოდეს. უნდა დეპორტაცია მოეხდინათ ივანიშვილის ფიქრობთ? უნდა დაიჭირათ. უნდა დაიჭირა და გაეპარსა თავიდან ბოლომდე. რის საფუძველზე უნდა დაიჭირათ მას? რის საფუძველზე უნდა დაიჭირათ შავი ფულის გათეთრების საფუძველზე, იმის გამო რომ ანგოლაში გაყიდა 1 მილიარდი ამერიკული დოლარის იარაღი და ამის შედეგად საფრანგეთში მიდიოდა პროცესი და ეხლაც არ დამთავრებულია ეს პროცესი და დაიჭირეს ფრანს მიტერანის შვილიც კი ამ საქმეზე, ეხლა ეს რატომ უნდა დაიჭირათ? არც ფრანს მიტერანის შვილია და მე აცხონოს მისი მშობლები პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ადამიანი მშობლის სახეც არის, რასაც ასწავლიან სახში, ძირითადად ისავართ, ხო? ამიტომ ეს იყო პასუხისგებაში მისაცემი და ყველთვის უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ეს მე ხება პირველ რიგში ჩემი გასაგონად ვამბობ, რომ არასოდეს არც ერთი ოლიგარქი უმულტიოდ არ დაგაფინანსებს. მას აუცილებლად გათვლილი ბოლოს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ან რასაც გაფინანსებს, 100 იმდენის წაღება სახელმწიფოს ხარჯზე. ეს ყველა პოლიტიკოსისთვის ჭკუისასეობელი უნდა იყოს. მე რა თქმა უნდა ჩვენთვის ჭკუისასეობელი უნდა იყოს ის, რომ ყველა ოპოზიცია ჩახტა მის ნავში 2012-13-ში. გაუკეთეს ბლოკი, გაუკეთეს აურა, რომ არის საოცარი დემოკრატიის ამშენებელი. ამან გარკვეულწილად ახლა ისე არ გამოგვიდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ისევ წარსულზე ვისაუბრებთ. არა, წარსული არ არის, ეს ის წარსულია, რომელიც დღეს ჭრის. აი პაპის ნაჭამა ტყებალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო, აი ესე ჭრის კბილს წარსული ჩვენი შეცდომები. მე ჩემ თავს არ გამოვრიცხავ. კი ბატონო, და რომ დაუბრუნდეთ ჩემს კითხვას, როდესაც ოპოზიციამ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს უუნაროები უწოდეს. ეს ნუ ერთგვარ შეცდომა არ ითქვა, მე ვთქვი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის უუნარობის ბრალი, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ მის საკეთილდღეოდ ყველაფერი კარგად მიდის და ადამიანების ხარჯზე, თუ ეს არის პირადი გამორჩენის, კორუფციის, ნეპოტიზმის და ყველაფერი დანარჩენის ბრალი. ეს არის ჩადენილი დანაშაული სახელმწიფოს და მისი თვითეული მოქალაქის წინააღმდეგ. რა უნარობის შედეგი იყო, რომ ერთი საპროტესტო განცხადება არ გააკეთა, კაცი 8 წლიან ციკლს ამთავრებს საქართველოს გადაღობაზე. ყოველდღე რო გვიღობავენ ეზუებს, ვენახებს, მამულებს, საფლავებს, ტაძრებს, აგერ ხვირწინ 20 წუთის სავალზე თბილისიდან. ერთი საპროტესტო განცხადება რო გააკეთა, უნარობის შედეგი არა, დანაშაულის შედეგი იყო, რომ ქვეყანა გაასხვისა, გადასცა, უთხრეს, შემოღობეთ, წაიღეთ, როგორც გინდა ისე გამოიყენეთ, ოღონდ მე აკვიჯდე მშვიდად. ჩემს მამულს, ჩემს თუთიყურშებს, ზვიგენებს, დენდროპარკს, ჩემს შვილებს არაფერი არ დაემართოს და ჩემს ხროვას დანარჩენი ქართველი ხალხი ჩემს არის სტატისტიკა, ქართული მიწა ეს არის სივრცე, რომელიც უნდა ბიზნესად გამოვიყენო, რაც გინდა ქენით. ახლა ამაზე უარესი რა შეიძლება ჩაიდინოს ან შინაურმა, ან გარეულმა მტერმა. არაფერი აბსოლუტურად. ამიტომ ჩვენ რა გარკვეულწილად
ტრაგიკული თაობაც რომ მოესწარით აი ესეთ ბოროტებას ქვეყნის სათავეში. აი ასეთ ბოროტებას კაცმა, რომელმაც ვერ დაახსომა თავი საკუთარ ქვეყანას, თუნდაც ერთი რაღაცის აშენებით. არაფერი არ აუშენებიათ. ხო ხედავთ, თუ არ ჩავთვლით არაბ ირანელების ბინებს ოდიშარეს წულეას და კალაზის ბიზნესით. არაფერი ერთადერთი ავჭალის ხიდზე გააკეთეს მეორე ხიდი გვერდით, რომელიც ყოველდღე ინგრევა და სარემონტოა. დამთავრდა მთელი მისი აღშენებლობა. ჯერ ნახეთ კომუნისტებმა რა აშენებლები დატოვეს. ჯერ კი გინდა ფილარმონია გინდა, ის გინდა ავტოსტრადები გინდა, ეს თბილისი გინდა, მტკვრის სანაპიროები გინდა. კომუნისტებმა გააკეთეს, ხო? როსტომხანი ხო იყო ღვთისმფრიდან გადავარდნილი და იმ დონის ფუნდამენტალისტი გახდათ მუსლიმი ფუნდამენტალისტი როსტომხანი ამ დროს ბაგრატიონი ხო შახმა დანიშნა აქ მართლად მეფედ ნუ ვალი ერქვა ეხლა ვალს ეძახდნენ ირანში აკაურჩონ მეფეს ჩვენთვის იყო მეფე და ზულდა ესე შემოგვინახა ისტორიამ ყველაფერი ქართული მაგრამ რამდენი ის ააშენა რამდენი რამე ააშენა აგერ თბილისში ანუ 100 ქარხნის გუგუნის ხმა თქვენც არ გესმით 100 ქარხნის ეკონომიკაზეც რო ვისაუბროთ მან ბევრი ისაუბრა ეკონომიკაზე მართველი სახელმწიფო ძალის გუგუნის ხმა რესტორნებიდან და ღამის კლუბებიდან, კაბარეებიდან, ევროპის პრესტიჟული პლაჟებიდან და კურორტებიდან მათი გუგუნის ხმა ძალიან ფართოდ ისმის, მაგრამ აი რაც შეეხება ქარხნების გუგუნს, რაც გუგუნებდა, ისიც ჩაქრა, ისიც აღარ მუშაობს, ისიც აღარ არსებობს. პრაქტიკულად ინვესტიციები წავიდა ქვეყნიდან, როდესაც ნახა ინვესტორმა, რომ ხელისუფლება სტავკას თხოვს და როდესაც ნახა, რომ სასამართლო ხელისუფლების ნაცვლად საქმეებს არჩევს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ყველა ინვესტორი წავიდა აქედან და თუ იმეს შემოსვლა უნდა და ეს გადაიფიქრა. თავისთავად ხედია ვინ შევა ახლა ვიღაცა უჯიშო ბანდიტის მონობაში ინვესტორი რომელსაც ეხოწება მთელი მსოფლიო ევროპას და ამერიკას რომ ჩამოდი ეგერ ჩემთან გახსენი სამუშაო ადგილები და გაგათავისუფლებ გადასახადისგან გთამზე ხო საუბარი არ არის ვერავინ ბუს ვერ აგიფრეს. ამიტომ აგერ ნახე და ფრონტერას რა დაემართა ფრონტერა რომელმაც იპოვა გაზის მარაგები შირაქის დაბლა და გეოლოგების დასკვნით აჭარბებს ბაქოს მარაგებს. ამას შეიძლება ჩვენ გადავექციეთ ენერგეტიკულ სახელმწიფოდ ამიერკავკასიაში და კონკურენცია გაეწია გაზპრომისათვის. ეს რო არ მომხდარიყო, პუტინის ერთი ზარი გახდა, ნუ პუტინის მეცხრე თანაშემწის რამშულობა მოსკოვიდან და ეგრევე ფრონტერა გააძევა, პრაქტიკულად გააძევა. ისევე როგორც სხვა ამერიკული კომპანიები და ევროპული საერთაშორისო პარტნიორების და ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი წერილი, სადაც საუბარი იყო სწორედ ამერიკული კომპანიების ქვეყნიდან გაძევებაზე. კონგრესში რეგისტრირებულია. ამ ყველაფრის მიუხედავად რეგისტრირებული კონგრესში санქციები ემუქრება თუ არ აუნაზღაურა ზარალი იმ ამერიკულ კომპანიას. სხვადასხვა ეს ტეხასური კომპანიებია. თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ამ სანქციების ხელმომწერები და მიმწოლები ყველაზე მეტად არიან ტეხასელი კონგრესმენს სენატორთა ჯგუფები. ეს რატომ იცით? ის კომპანია მე მიდის თავის კონგრესმენთან და სენატორთან და ეუბნება, რომ ვინ ყავთ ის ღვთისმფრიდან გადავარდნილი. ჩავდეთ ამდენი მილიარდი, ამდენი მილიონი. არც ქვეყნისთვის უნდა კარგი, ჩვენს გვაკოტრებს და მიხედეთ და თუ ხართ ამერიკის წარმომადგენლები კონგრესში, დაიცავთ ჩვენ ინტერესები. აი ესეთი ბოროტება ბიძინა ივანიშვილი მაინც თავს იწონებს და ეს არ არის პირველად, როცა ის საუბრობს, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მხარს გვიჭერენ იმ პოლიტიკაში, რომელსაც ვაწარმოებთ. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვით დაგიბრუნდებით. დამხობამდეც ამბობდა იგივეს, რომ ჩვენ გვყავს მხარდამჭერი ძალები დასავლეთში და თლად ასე არ იქნება. ზოგიერთს რო გონიაო და მეცაც გეტყვით, ჰუსეინამდე რო არ წავიდეთ, ასლან აბაშიძე ბოლომ დღემდე იყო დარწმუნებული, რომ ამერიკის კონგრესი და სენატი მას მხარს დაუჭერდა და დღემდე იჯდებოდა კარლიკა მმართველად აჭარაში, მაგრამ რა დაემართა. კი ბატონო, არ გემშვიდობებით ჩვენს გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ კვლავ შავლენას ელხუშს დაუბრუნდები და შემდეგ სხვა სტუმრებიც გველოდებიან, ასე რომ არ გადარცოთ.